ძვირფასო ტელემაყურებლებო, გთხოვთ მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ლევან ხაბეიშვილი. ლევან, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით ჩემთან გადაცემაში. პირველად ხარ ამ ტელევიზიაში, ხო, ჩემს გადაცემაში. ამჯერად ასე გამოვიდა, რომ პირველად ვარ თქვენს გადაცემაში. ერთი ჩვენი გამაგრებელი სასმელი დღეს გამაგრებელი სასმელი აუცილებლად დაგჭირა, უნდა დაგღალო. იმდენი სალაპარაკო მაქვს შენთან, იმდენი რომ აი რა ვიცი, აი არ ვიცი, გვეყოფა დრო, არ გვეყოფა დრო. დოკუმენტებით ხარ მოსული, თან ეგეთი ამბებია და თან ძალიან სახალისო პერიოდი გამოვიარეთ და ამიტომ ბევრი შეკითხვა მექნება. ნუ პირველი შეკითხვა მოდი ახლა სკამების ტენდერი ჩაიშალა. ხო. ვაკეში რომ დაედგა 12000 ლარის 12000 ლარიანის სკამის. ხო. თუ უფრო დავკონკრეტდები 12125 ლარს. მაგრამ ანუ 125. ჩავასწორებ აგერ 125. ანუ აქ ტენდერის ამბავია ხა, ეგრე არ არის ვანო შენ რო ამბობ რა, 12000 ლარიანის სკამი და რაღაცა. ამას პოვნა ხო უნდა რომ აღმოაჩინო რა, რომ ნახო რომ კალაძე რასაკეთებს და ტენდერებში ზივართ ხოლმე, ხო, ძირითადად ნახულობ დოკუმენტაციას და უცებ ბრახ და ამოვარდა რომ 1,800,000 ლარის სკამი უნდა დადოსო კალაძემო ჭავჭავაძის გამზირზეო. ხო და ხო უცებ კალკულატორი ტელეფონი ავიღეთ რა პირველ რიგში რომ გავყავით რომ საბაზრო ღირებულება 500 ლარი ხო დაახლოებით ესე არის ესე არის აი თავისუფლების მოედანზე რომ სკამი დეს მაგალითად ხო ტურისტული ექსპედიცია 500 ლარი ღირს ეს საქართველოში მზადდება გავყავით ეს 1,800,000 და გამოვიდა რომ რაღაც 3600 ლარს სკამს ყიდულობს რა ხო და რას ნიშნავს რომ აი ჭავჭავაძეზე გადასკამდება ითაურობა რა აი ჩაყოლებას ირგვლივ ყველგან სკამი იქნება რა და სუსკამი სუსკამი რა ამბავია მერე ვანო უყურე ხა ამას უყურებ და ტელეფონს არ ვენდე რა და მე კალკულატორი ავიღეთ ეგრევე იმიტომ რომ იქნება ტელეფონი რაღაც სიტყვება არ ვიცი ხო ნახეთ და 3600 რაღაცა არ გამოდის და მე ესე იგი მივყევით დოკუმენტაციას მივყევით და ნახეთ რომ 3600 სკამს კი არ კიდულობს თურმე 12125 ლარს იხდის ერთ წელში მაშინ მე გაჩნდა კითხვა რომ ხა 12125 ლარიანი სკამი რას აკეთებს ხა ანეკდოტებს მიღო მასაჟს აკეთებს ღერის აი რას აკეთებს ხო რა უნდა აი სკამა რა უნდა გააკეთო არ ვიცი რა ხო აი დადის აი აშვება ხო მე ვიფიქრეთ რომ ამ კაცს ყველაფერი მოაქვს იტალიიდან ნახე აი მილანიდან მაგრამ განათება მილანიდან ნაძვისხე მილანიდან რა ვიცი ნაგვისურნები მილანიდან ყველაფერი იტალიიდან მოაქვს რა აი იტალომანია აქვს და ესე თან ხა რა კავშირი აქვს მაგას იტალიის შემთხვევით მოაქვს ესე იტალიიდან რა და ვიფიქრეთ რომ იტალიური ხო არ არის და ეს იმიტომ წამოგიღე რა ეს სკამი ძალიან აქტუალური თემა არის თან მით უმეტეს რომ ეს ლუკმა გამოვართვით კალაძეს ეხა არ ვიცი ეს მინდა რომ ნახოთ ეს არის სატენდერო დოკუმენტაციაზე დატანილი სკამები არის რა აი სატენდერო დოკუმენტაციიდან ამოვიდა ანუ რას ნიშნავს ესეთი სკამი გვინდაო აი ეს აჩვენეს რომ ესეთი სკამი გვინდაო და ზომა ყველაფერი მითებლ წონა რა ვიცი რა ყველაფერი და ეს ფოტო უბრალოდ გადავიტანეთ Google-ში და ამოაგდო იტალიური კომპანია Lab 23 ეს არის მათი საიტიდან არის ფოტო მათი საიტიდან და ეს წითლად რო შემოხაზული ეს კამერები არის აქ რა სატენდერო დოკუმენტაცია ხო და დაადარებთ ნახე რაკურსიც არ არის შეცვლილი რა რაკურსიც არის საიტიდან ეს ამოიგეს პირდაპირ მნიშვნელობით და გადმოიტანეს და დადეს და ეხა ეს როგორი ნაგლობა იცი აი ძალიან გვატყუებენ რა ეს 2 მილიონი პირდაპირ იტალიაში უნდა რომ გადაარიცხოს საფოლო ჯამში ეს აღმოაჩინეთ რომ თურმე იტალიიდან ეძდება სკამებს და ჩაუგდეთ აი პირველად მოხდა ისე მართლა ესე რომ პირდაპირ მნიშვნელობით აი ეს ფული და გამოვართვით რა ანუ რა ხდება ატკატია თუ რა ატკატია ხო თან სხვათა შორის ახლა საუბრობთ ანუ შეწყდა ეს ტენდერი იმიტომ რომ იმდენად თვალსაჩინოა რომ დავების საბჭომაც ვერ დამალა რა ეხა იქ კი არ დაწერა რომ იტალიურზეო მორგებულიო მაგრამ თქვა რომ რაღაცნაირად რომ საიდან მოიტანეთო ან ეს ფოტოები ან ეს ზომა საიდან მოიტანეთო რანაირი ხალხი ხართო თქვენო და მოკლედ ჩაუვარდათ ეს ტენდერი რა და როგორ აკეთებენ იტალიაში ხა რა ვიცი 12000 ლარის ნაცვლად მაგალითად იქ ღირს პირობითად ვაქვს საბაზრო ღირებულება 3000 ლარი ვერ ვგებულობთ ანუ იტალიური ვისწავლეთ მართლა ვისწავლეთ და მეილებს წერთ ამ კომპანიაზე ჩვენზე მეტ მეილს არავინ არ წერს ალბათ თხოვოთ რომ აი პრაისი გამოგვიგზავნეთ აი ფასები აი ეს ყველა სკამი მოვნიშნეთ და გადაუყარეთ რომ აი რაღაცა და პასუხი ჯერ ისე საინტერესო იყო მოვიდა ესეთი რომ ტრაპოჩი მინუტიო რა ხო და არ ვიცი დღეს იტალიური რაღაცა მოვახერხე წელი დავწეს ტრაპოჩი მინუტი რა არის და
მე ჩემო კოლეგამ მითხრა ნადირაძე მე ვიციო ეგ რა არისო და რა არის მეთქი რამდენიმე წუთში მოვაო ტრაპოში მე რა გავაღბოს მართლა ეგრე იყო პასუხი მოვიდა რომ არაო თქვენო საქართველოს რო გწერთო პასუხსო ვერ მოგცემთო მოკლედ აი ეს ატკატებშია ეს კაცი რა და ეხა ეს 1,800,000 ლარი ცოტა ხანი გავაჩერეთ ვანო აი ცოტა ხანი ცოტა ხანი აი რას იზამს არ ვიცი სხვანაირის კამები ნუ ვაკე არ იმსახურებს სხვანაირის კამს მაგრამ ისე აი ვაკეში 12,000 ლარი და თავის აი 31,000 ლარიანი ურნები ეგეც ხო არ თემა რა ის ურნა აღარ არის ვანო 31,000 ლარს ურნაში გადაიდი ეს ურნა არ არის გეუხერხულება უკვე რაღაც ჩაგდება და უკვე კარგია ხო რაღაცნაირად რომ ნაკლებ ნაგავს ჩაყრი იმასა და მოკლედ ეს რეალურად რო ვთქვათ ანუ ქოცის ორი ტიპი არსებობს ვანო ქოცის ორი ტიპი არსებობს და თუ დავფიქრდებით კარგად ნახეთ ერთი ქოცი გვეუბნება ირაკლი სესიაშვილი რომ 33,000 ლარათო სასახლეს ვაშენებო უბრალოდ ბასტენში წყალს ურვას ხამო მაგისტრის არ ყოფილისოდა მეორე ქოცი გვეუბნება რომ ნაგვის ურნაში უნდა გადავიხადო 31,000 აი რომელიც დაუჯერო ხა ერთი ამოსვე ნაგვის ურნაღის 31,000 ლარი მეორე ამოსვე სასახლე მაგრამ ბოდიში უნდა მოვიხადო ერთი ვანო და უნდა დავამატო ამ ნაგვის ურნაზე რა თქვენ იცით ალბათ აი და მაყურებელმაც იციან რომ თავისუფლების მოედანზე რო გადიხართ ნაგვის ურნები როა ისეთი აი ტრენდული ნაგვის ურნები როა რა ნახე მინაცალკე ქაღალდიცალკე უხარია ხო ტურისტებიც გამოიერა და ნახა რომ დედაქალაქში ნახე ცალცალკე ნაგავს აგროვებენ როგორ ისეთ ხალხი აქეთ ჩვენს გვიხარია ხო კეთილსინდისიერ ხარსა დახარისხება ხო პლასმასი ვართვალიერებ აბა საიდან არის პლასმასი ჩავაგდე ტრენდულია და იმიტომ ხო ანუ კარგია ხო მაგრამ საბოლოო ჯამში მე რა ხდება ხოლმე გამოვილის ერთი ნაგვის მანქანა ამ დახარისხებულ ნაგავს ერთ პარკში ჩაყრის ერთ პარკში ჩაყრის გადავაგდეს რატო ახარისხებ რატო აიო ხო რატო ახარისხებ აი ეს ხო და ეს არის მე ვამბობ რამდენიმე რამეს რა ვის უხარისხებ მაყოფილი გვიხარია რა ნახე ტრენდულია რა მეტი კი არა უბრალოდ ტრენდული და თან მილანურია ხა ისე უბრალოდ ნაგვის უნდა რო ახლა დროს ხო კარგავ დაახარისხებ თან მილანურია გიხარია რაღაცა მაგრამ მე ვიღაც ტიპი მოვა და ერთი სიმღერა ჩაყრის აი ვატყუებენ მილანებზე რო გავჩერდეთ რა სანამ გადავალ სხვა თემებზე ნაძვის ხე ხო დიდი ამბები იყო ამ ნაძვის ხეზე ოხ ვანო შენ იცი დეტალებში ეს ყველაფერი ანუ ნაძვის ხე ნუ 1000 რაღაც ალვის ხე შეადარეს რაღაცას ყველაფერს შეადარეს ხო ნაძვის ხის ისტორია დაიწყო სანამ ჩამოიტანდნენ ამ იმას რა ქვია ნაძვის ხეს მანამდე ხო რაღაცა მილანურ კომპანიას აძლევენ 1 მილიონი ლარი მისცეს და რა რაღაცა ნაძვის ხე მოაქვს ხო და ეს რო ჩამოვიდა ეს ნაძვის ხე რო ჩამოვიდა ხალხი ხო შეშფოთდა და გაგიჟდა და გადაირივნენ რომ ეს რა არის რას გავს რა უბედურებაა და მე ვერ ვნახე აი მეოცნებებიც კი მძიმე მდგომარეობა ჩავ ანუ არ პრავლდება რა ნაძვის ხე იყო რომ არ ხო ყველაფერს რაღაცა რამდენიმე ისა მხარი აქვს ეს ნაძვის ხეს არ აქვს რამდენიმე ერთ მხარი უყურებ და მორჩა რა ნაგავია ოფიციალური ნაგავია რა და აი ყველაზე ისეთი ოპტიმისტი მეოცნებე რა აი Facebook-ზე რა ყველაზე მეტად კომენტარები რა იწერებოდა რომ კახი მარიცოდა აი როგორი ზალით ხო არ უნდოდა ხო აი მხელაფა პირიქით უკეთესი უნდოდა და შეუკეთე რა ჩამოუვიდა ხო აი საწყალი მე მინდა ილუსტრაციისთვის კიდევ ერთხელ მოგიწოდეთ ოპერატორებს მოკლედ ეს შეუკვეთა რა აი კით რა აი კით აი სური აი აქეთ ორი ჯოხი რო არის რა ერთად ახე ეს უფრო ეს აქედა გადიდებულია მოედებული ხო ახლო კადრე ეს შეუკვეთა რა ორი თვით ადრე იცოდა რომ ეს შეიძლება ფიქრობდა რომ გზაში გაიზრდებოდა არ მოსუქდებოდა ან არ ვიცი ხო შეიძლება სასუქი გამოვაყოლეს და არ დაუყარეს არ მართლა არ ანუ ეს შეუკვეთა რა შეუკვეთა მოკლედ ის ჩამოვიდა და ალვის ხეს რო შეუკვეთა ნაძვის ხე არ ჩამოვა ფიზიკურად არ ჩამოვა ეხლა რო იტყვი რომ ნაძვის ხე მინდა მილიონს ვიხდი ნაძვის ხე ვერ ჩამოვა და მინდა რომ მათმაც იცოდნენ ანუ მისმა გულხურვალი შემატკივრობა რომ ეს შეუკვეთა და ეს ჩამოვიდა ეს არის რაც არის ეგ არის რა იცი რა უნდა კითხო აი შენ გაქვს ხოლმე ყოველთვის ეძებ სამსახურები სადაც უცნაური პროფესიის ადამიანები მუშაობენ ხო არის ეგეთი რა ჯერჯერ ქონია ჩემს გადაცემაში რომ მოსულხარ ანუ არსებობენ ადამიანები რომლებიც რაღაცა სამსახურში მუშაობენ მაგრამ იქ არ უნდა მუშაობდნენ რა წესით და ან საერთოდ არის რას მუშაობენ და რას აკეთებენ იქ ის არიციან მე გამოცანა მოგიტანე რა გამოცანა. კითხვა გამოცანა. შენ ხომ მეკითხები ხომ რაღაცებს, ეხლა მეკითხავ. თქვენც აი გონება დაძაბეთ ყველამ. მაყურებელსაც ვეუბნები, აბა თუ გამოიცნობ და ცოტა ხანი გადროებთ, აბა იქნებ თქვენ თქვათ. ეს ეგ არის სამსახურია ესეთი მერიაში რა. და მოვითხოვეთ რომ აბაო რა სპეციალობის ხალხი მუშაობს მეთქი რა. სპეციფიური სამსახურია, მინიშნებას მოგცემ. სპეციფიური სამსახურია. თავისებური სამსახურია ხო?
რა პროფესიის ხალხი მუშაობს მეტი გამომიგზავნეთ მეთქეთ რა ვინ არიან რა დაამთავროს თქვა და მომივიდეს წერილი და მე ჩამოვთვლი ხა პროფესიებს რა პროფესიის ადამიანები მუშაობენ ამ სამსახურში და თქვენ გამოიცანით რა სამსახურია ხო ესე იგი სამშენებლო მლესავ მეფილე მოპირკეთებელი ანუ აქ უკვე შეიძლება იფიქროთ კეთილმოწყობის სამსახური მაგრამ ნუ იჩქარებთ გამორიცხული მე ისტორიის მაგისტრი აი ვიბნევით ახლა კეთილმოწყობა გამორიცხეთ ახლა ისტორიის მაგის რა უნდა კეთილმოწყობაში ხო მერე თურქული ფილოლოგიის სპეციალისტი ანუ ეხა დაიბენით ხო იქ მლესავი აქეთ ისტორიკოსი აქეთ თურქულის ფილოლოგი აბა იფიქრეთ დრო გაქვთ იმიტომ რომ ბევრი სპეციალობა კიდე ისეთი მინიშნებას მოგცემთ აუცილებლად საგუნდო სადირიჟორო სპეციალისტი საგუნდო სადირიჟორო სპეციალისტი ნუ საბანკო საგადასახადო იქ პედაგოგების მუშაობენ არის ეგეთი ბიზნესის ადმინისტრირება და ანუ რა სამსახურია და მაყურებელს დაძაბეთ გონება აი ამ ხალხს რა შეიძლება რომ აერთიანებდეს ანუ თურქულის ფილოლოგს ისტორიკოს მლესავს საგუნდო დირიჟორს ჟურნალისტს ფსიქოლოგს რა ორი ძალიან მაბნევს ისე რავი არქიტექტორი დანარჩენი დააწყვეტა სამსახური შეიძლება რაღაცა ახლოს იყოს იმიტომ რომ აი რაღაცა თურქული სპეციალისტი შეიძლება ვიღაცა თურქს უნდოდეს აშენება და რა ხედავს ამით ლოგიკა მაინც მოკლედ, ჩემო ვანო და მაყურებელს ვარ ვაწოლოთ, ეს არის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური. მოკლედ, ძაღლს და კატას ესენი ვერ არჩევენ რა ეს ხალხი. თავის პროფესიიდან გამომდინარე გაუჭირდება ძაღლი რომელია, კატა რომელია. ვეფხვს და იმას, რა ქვია, პანტერას ნამდვილად ვერ განასხვავებენ ერთმანეთისგან, ამას დარწმუნებული ვარ. აი, ეს მაინტერესებს დირიჟორი რა ესე ძეგლია ფაქტობრივად და ფონდი შეიძლება. აი, ავიც. ესე სამსახურებია, ვანო, რა გავაკეთო? იცი რა უნდა კითხო? მრგვალი ბაღი რო გაარემონტეს. ხო. ხო, მახსოვს ეგ დღე. აი დიდი კონცერტი იყო რა, ანუ დიდი კონცერტი მთელი სამთავრობო დელეგაცია იყო. ლამის დიპლომატებს დაუძახეს გას. დიპლომატები აი ესეთ ხალხი ესე შემოკრეფილი, აი ეს გვალი ბაღი გავხსენით, გავარემონტეთ. გვალი ბაღი არის აი მხელა ექსელს აი იქამდე აი დაახლოებით. აი ეს გახსნეს რა. მთელი ელიტა მივიდა იგას. აი ეს იყო, მაგრამ აი ესეთივე სკვერიო გახსნან ახლა სხვა უბანში. იქ ახლა შეიძლება ეს მივიდეს მერის მესამე. ან ერთხელ მივიდეს რაღაცა მორჩა, სხვა არავინ არ მიყვება. ხო რა, აი გვალი ბაღი ძალიან განსაკუთრებულად გახსნეს. კი და მე საინტერესო არის მაგ გვალში. რაღაც დეტალები არ იცი ვანო. თუ მაკვირვებ. მე არაფერი არ ვიცი მე ხო. სერიოზულეს დეტალი არ იცი მაგ ამბავში. გვალ ბაღი ხო მივიდა და ელიტა მივიდა იქ და დაიხარჯა ხო ბიუჯეტის თანხა დავხარჯეთ და ტენდერი ჩატარდა კომპანიამ რაღაცა და გალამაზდა და ამათმა პიარი გაიკეთეს და სკულპტურა რა ძეგლია ახალი ძეგლია გვალბაღში ის არ იყო და ახალი ძეგლია ის ძეგლია ძაღლის ძეგლია ძაღლის ძეგლია ძაღლის ოღონდ ანუ ეს ძეგლი რო იდგმევა დედაქალაქში ძეგლი რო იდგმევა საკრებულოს უთანხმებენ რა აი საკრებულოში და შემოვიდეს ეს რომ აი ძეგლი იდგმევა მაგრამ იმდენად ეხა უყურე ნახე რომ ძაღლია ხო და ფიქრობ ეხა ჩემთვის რომ საკრებულოში არ შემოსულა ეს და ალბათ იმდენად მნიშვნელოვანია ეს ძაღლი რომ კითხვას არ უნდა ხო იხოთ დიდი ძაღლია რაღაცასთან არის კავშირში აი აბა ის რანაირად გამდნენ ხო იმდენად ძაღლია ეს რომ აი ფიქრეს რომ არავინ არც იკითხავს კაცო რას ქვია უნდა იდგეს გვალბაღში უნდა იდგეს რას ქვია აბა სად უნდა იდგეს მიხვდი და ჩავთვალე რაღაც ეგრევე სახელი აწერია დანტე ძაღლს ძეგ დანტე მოკლედ ბევრი ვარ გავაგზავნო საფროჯამში აღმოჩნდა რომ კომპანიამ რომელმაც გააკეთა იმის დირექტორს ყავს ძაღლი საყვარელი დანტე და მის ძაღლს დაუდგა ნიძავს პირდაპირ გვალბაღში დაუდგა სკულპტურა ცოცხალია ხო ცოცხალია რატო აბა ცოცხალი დანტე მოესწრო ძეგლს აბარა აი კალამის სელფებზე დავიწყოთ იმიტომ რომ სელფი და ბევრი ადამიანი ყავს მე მგონი ანუ თუ სელფით მოძრაობს ის სკვერების გახსნაზე სელფით დადის და ასე შემდეგ რა მე გადმოგცემ დოკუმენტს არ ვიცი და თავად წაიკითხე მირჩევნია მე ვარ დამაბრალონ რამე თავად წაიკითხე აქ არის აი Facebook-ს რო რთავს ადამიანები ყურე live-ს რო ჩართავს ვიღაცამ ჩართო ვიღაცამ გამორთო და მე კომენტარი დაწერა რა ხო და რა ანაზღაურები აქვს წაიკითხე და ნახე აბა გადახედე რამდენი კაცი მუშაობს ანუ ეს რა არის PR სამსახური ეს PR 44 PR მენეჯერი ყავს კალაძეს
44 PR მენეჯერი. PR მენეჯერი 10 კაცი, რომელსაც რაღაცა 1750 ლარი, PR მენეჯერი 1 აქ 2300, ეს კარგად ხდება. მოჩადი, ლაივს რო შევსწრაფე. PR მენეჯერი, ტრანსპორტის მენეჯერი. ტრანსპორტის მენეჯერი. ნაკადს აწესრიგებს. ოპერატორი, ფოტოგრაფი, სოციმედიის ჯგუფის მენეჯერი, ლაივ ადმინისტრატორი. აი, ლაივ ადმინისტრატორი რა წერია? 3125 ლარი. ჩართო Facebook გამორთო 3125 ლარი. თქვენი წინეთ იშრომეთ. 3125 ჩართო გამორთო. პროექტის მენეჯერი, კონსულტანტი, სოციმედიის ადმინისტრატორი, აღმასრულებელი პროდიუსერი, მემონტაჟი. მოიცა. მემონტაჟის ანაზღაურება არ ვიცი ძმო. თუ წაიგითხავ აქ 3880 ლარი. რა თუ დარჩება ვინმე ეს ბოლომდე თუ მივეს გადაცემა. იმედია ჩამწერთ ბოლომდე. ოპერატორი 2 3725 ლარი. გავიდა 2 აგი გაქრა იქ. რა ეს ტელევიზია ყავს თუ ეს არის მოკლედ მეგობრებო ანუ ძალიან მიყვარს კავკასია ტელეკომპანია და იქ მუშაობს 3ჯერ უფრო ნაკლები ადამიანი ვიდრე კალაძის 1 PR აიში. ამბავი მინდა რომ მოგიყვე რა ამ სელფზე. ხო თან ფეხზე რო ვდგი ხო შეიძლება. კი ეს 60 ყოს ჩვენ. კი ხო ან მაქს არეალი. ხო და ანუ ეს კაცი ხო აი Facebook live-ებზე ხო დადის ხოლმე და იპრანჭება ხოლმე ხო ძირითადად რაღაცა ის სკვერში მივიდა, რაღაცა ის გახსნა და ესეთ რა მარკეტინგში მოხდა ეგეთი რაღაცა რა. ანუ კალაძე რას აკეთებს ხოლმე ესე? აი ჩათვალე ლაივი ჩაირთვოთ. ლაივი რო ირთვება პირველი რამდენიმე წუთი ესეც მსგავსი ისტორიებს და იტყვის რომ ეხლა დაველოდოთ მეგობრებო რამდენიმე ადამიანი შემოგვიერთდება და მე დავიწყოთ. ელოდება ცოტა ხანი და უყურო კალაძეს რა. ჩართოს. უყურებ და შემოვიდა ხალხი ელოდება კმაყოფილია, ბევრი რა 500 მაყურებელი ყავს და ვარკეთილშია რა, მაგრამ ჩემ სეზონში გახსნა სკვერი. მართლა გახსნა, ლამაზია, კარგია და მიხარე გადავხედე ხა ვიყურები იქიდან. ამას ლაივი აქვს ჩართული და ამბობს რომ თან ელჩთან ერთად არის, აღარ მახსოვს, მე მგონი შვედეთის ელჩი იყო, არ მინდა შემეშალოს. ელჩთან ერთად ხსნის სკვერს ვარკეთილში და ძალიან მაგარი სკვერი გავხსენით, აი ძალიან ტრენდული სკამები დავდგით. აი მოდი ბავშვთა ატრაქციონები გაჩვენოთ. ძალიან მაგარი ატრაქციონებია, თანამედროვე, სუპერ თანამედროვე, უსაფრთხო. აი ბამბუკები და რაღაცეები, აი ყველა ხეები გაურგეთ და ძალიან მაგარია რა. ბამბუკები. ძალიან მაგარია და ბედნიერი ვარ, მე ზემოდან უყურებ რა ეს. ჩემი კორპუსის წიხდება ყველაფერი და გამოირთო ლაივი რა. მორჩა ვანო, ეს ლაივი მორჩა და სკამიც აიღეს. ატრაქციონებიც აიღეს. ერთ-ერთი რა დატოვეს ხეები იყო რა, დანარჩენი სკამი და რაღაცებიც აიღეს. მართლა ესე მოხდა. აი ესე ვანო. ნუ იბნევი ხომ ეს ადგენ და როგორც კი მორჩა ლაივი, ვარკეთილში აი სკამები ის სკვერის სკამები და სათამაშოებიც აიღეს. ეხლა სამი თვე გავიდა და ეხლა რომ მოხვალთ იქ მაგალითად სკვერში სკამები დევს, ოღონდ სხვა სკამები დევს. რო გაიხსნა და ვიდეო რო აქ და რგოლი რო აქ ის აღარა დევს. ის წაიღეს, სხვა სკამები დევს. აი ნათხოვარი იყო მოტანილი. ხო, აი ეს გახსნისთვის და ეგეთი იყო კიდე ერთსაც ვიზამ რა. ეგეთი იყო კიკვიძე. შენ რა კაი ყოფილა, კაია. აი რა მაგარია. მომეწონა ხო იცი? რა კაი ყოფილა ვანო? კაია. თან ფონზე თუ ხარ შენ კარგია. მოგიყვები ხა კიდე. კიკვიძეში ვართ რა. დაველოდოთ რამდენიმე ადამიანი ჯერ. ქუდი უნდა მეფაროს ამ დროს და თან კალაძესავე ეხათ მახუჭუჭა ვერავა. შემოვიდა ხალხი და აი კიკვიძის სკვერში ჩვენ 4 მილიონი ლარი დავხარჯეთ და აქ გადასარევი სკვერი მოეწყობა, აქ ადამიანები ისარგებლებენ, ყველაფერი კარგად არის, აი შეგიძლიათ ნახოთ. მოსახ ბებო მოგწონთ აქაურობა? კარგია ხო? და ესე და 4 მილიონი დავხარჯეთ, რგოლი გაკეთებულია, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ეხა კიკვიძის ბაღში რომ მიხვალთ, ნაუმარს გავს იქაურობა რა. ანუ არაფერი გაკეთებული არ არის. გადათხრილი, გაუბედურებულია იქაურობა რა და 15 ნოემბერს უნდა მორჩენილიყო და ჩვენ 15 იანვარს ამაზე სიუჟეტი გავაკეთეთ რომ რა არა ეხა 2 თვე გავიდა სელფი ჯოხით რომ მიხვედი და გოლი რო ჩაწერო ყველაფერი კარგად არის რას გავს აქაურობა რა ეხა კიკვიძე ვინც იქ ცხოვრობს ყველამ კარგად ის რა ხდება და თან ეხა ამ დროს გინდა რომ კარგზეც იფიქრო ხო ანუ კარგზე მართლა გინდა რომ ფული გადაიხადა კაცმა და რა ქნას ეხა კომპანიამ ვერ გააკეთა რა ეხა მართლა ძალით ხო არ უნდოდა შემოგაწვა ეს ფიქრი. მოიცადეთ ჯერ უჩქარობთ. მაგრამ მე აღმოაჩენ რომ აი ამ კომპანიას თმაგაშლილი მოძებდა გორის მერი რა. იმიტომ რომ Smart ესე იყო 3 წელი აკეთებდა გორში ბაღს.
სამი და ვერ გააკეთა რა, ვერ გააკეთა. ეს ბა გორის მერი იყო გაგიჟე, ჩასვით შავსიაში და რა ვიცი დააღჩობდა ის კაცს, რო შეხვედროდა სადმე. ოღონდ ამას ყვებოდა ტელევიზორში, სხვათა შორის იმედის ეთერში. გაგიჟად იყო კაცო. ესენი ვინ არის? 3 წელი ბაღი ვერ ავაშენებინეო. კომპანიის პასუხი იცით რა იყო? 3 წელი რატო ვერ შეიძლება ბაღი ააშენო? ვანო რატო? აი რატო შეიძლება მიზეზი თან კომპეტენტური სახით მოყვეს რომ მიზეზი აქვს. უამინდობის გამო. სამი წელი გორში ამინდი არ გამოვიდა რა. არ გამოვიდა რა და ეხა შენ წარმოგიდგენია ნაცალადოში ამინდი არ გამოვა კიდე 4 წელი და უამინდობის გამო გადაიდო. კიდე თემა იყო ეს ვაჟა გაფრინდაშვილის თემაზე. ეს კუხიანიძემ რო თქვა რაღაც კომენტარში შენ იყავი ძალიან აქტიური რა. ხო აქტიური კიბეზეც რაღაცაზე მუთაცოს დიჩა რაღაცა ამბები ქონდა რა რომ გამოგაგდეს მე. კი. ესე იყო. ხო და ზოგადად ანუ ძალიან აგრესიულები იყვნენ შენს მიმართ. ხო ეს დეპუტატები. კი, შენ ძალიან მობიერი ხარ, არაფერი გეღირსება რომ იცოდე თანამდებობის მიმართულებით. ძალიან მობიერად მესაუბრებდი. მე გეტყვი გასწავლე ხა თანამდებობაზე როგორ შეიძლება რომ მოხდე. როგორ შეიძლება? აი გასწავლე. ეს კუხიანის ამბები ხო იყო დაპირისპირება ამბავია და რეალობაში არავის არ უნდა ეს კუხიანიძე, ხო? მაგრამ ქართული ოცნებას უნდა, აი ქართული ოცნების დეპუტატები თან არიცავენ და ერთ-ერთი აი მოკლედ გეტყვი, ერთ-ერთი დეპუტატი არის გიორგი დოხტურიშვილი. არ სახელი გეტყვით არაფერს, არც გვარი, ხო? 2 წელიწადნახევარია საკრებულოს დეპუტატია და მიკროფონი არ ჩაურთავს. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რა ვიცი, ამოიღო და მიკროფონი არ ჩაურთავს. სამაგიეროდ, ხო. კუხიანიძის ამბავზე დააკვირდეთ ახლა. კაცმა, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილს თქვა, რომ პროვოკატორიაო და ასე შემდეგ, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები აკეთა, ეს კაცი დაიცვა ფიზიკურად. და აი ჩემს მიმართ ესე იგი გამოიჭიმა, ხელი მოიქნია და ანუ აგრესიით გამოირჩეოდა. ანუ დღეს ნიშნავენ აგერ იმაში, რა ქვია, საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარედ. ცხოვრება ხმარ არ მოუღია. ცხოვრებაში ხმარ არ მოუღია და მეტიც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი იყო 2013 წლის ჩათვლით. ანუ ერთი წელი კიდე გიერდგულა. დაჟე ოპოზიციაშიც გვიერდგულა. ნახეთ, გვიერდგულა. ამაზე ესე იგი ეს კაცია თან ხმა არ მოუღია ეს თანამდებობაზე როგორც კი ხაბეიშვილისკენ რაღაცა და ეგრევე თანამდებობას და ერთი მეოცნები დეპუტატი შემოხვდა საკრებულოში კარებს შემოდივარ და უცებ გეხვეწები რაღაც თქვა მინდაო რა და გავშერდი თან ეს როგორ დეპუტატია იცით რომ 9 წელი მართლა ოპოზიციაში რო იყო ხო და ეხაც ისეთი აქტიურია რა აქტიური კოცია რა და მითხარ რომ აიო 9 წელიო ვიყავი ოპოზიციაშიო სულ თქვენ გებზოდითო ძმაო, სულ თქვენთან ვიყავი ბრძოლაში. აგერაც ხომატყოფო ეხაო, რომ ყველაზე აქტიური ხო ვარო უცნობ. კი, მე უთხარი ხარ. ფიშო, თანამდებობა არ მაგისეს და ერთი დამარტყმევინეო რა იქნება. არ გაგკენ ისე დაგარტყავ. ერთი დამარტყმევინეო, ერთი. თორე დაგვაჟდნენ ეს ნაციონალები თავზე ისევ. აი, ბოლოსკენ ესე გურული ადამიანი ხარ, ჩოხატაურიდან. ნუ 1-2 ანეკდოტიც გითხარი და გურულების გახავა გურულები ხო ორს გეტყვით ამ პატარა ერთი ანეკდოტია, ერთი ამბავია. ეს ერთ პატარა ანეკდოტი არის ესეთი გურიაში ჩადის ადამიანი გასვენებაში. ხო და მოგეხსენება როგორ უჭირს ახლა გურიას იქ და მიცვალებულს ეძებს ახლა ეს კაცი. რანაირად მივიდეს. ხო დაინახა გურული იქვე და ბიძიაო ტირილი სადაა ვაქო. შეხედა გულმა და შენ ბიძია კარი თქვი თუ არა ტირილი აგანეყოლიანაა. შენ კარი თქვი თუ არა ტირილის მეტი რა აგანეყოლებ ტირი ვარ თუ ბიძი. ხო და მეორე ამბავი არის ესეთია რა რომ გურული მივიდა სტუმრად. ხო. სტუმრად მივიდა და გაიშალა სუფრა რაღაცა და დიასახლისმა მოიტანა ძალიან ძველი მჭადი. აი ძალიან ძველი მჭადი, მაგრამ ვიზუალურად არ ეთყობა რა. ძალიან ძველი მჭადია და გურულს უყვარს ახლა გურულებს გვიყვარს მჭადი და მოტეხა ეს პირდაპირ ახლა ეს მჭადი. მოტეხა, მაგრამ ვაი მოტეხვას დაატანა კინა ხელები და მოტეხა მიხვდა რომ უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ დიასახლის ხო არ აწყეინებს და ჩაიდო პირში ეს მჭადი. ჩაიდო პირში და დაუწყო ღეჭვა. ღეჭავს ახლა ამ მჭადს. ხო და ამასობაში სანამ ამან მჭადი დახეჭა, მანამდე ხალხმა საჭმელი ჭამა რა. იმდენი ჭამა რომ და მესამე სადღერძელოზე არიან უკვე და მესამე სადღერძელოზე ამას ხელმემოდის უკვე ამ ჭადის ღეჭვაში. ხო და თამადამ კითხა უკვე რო არა მოიღო ამდენი ხანი ხმა რომ უკაცრავათო თქვენო
ოჯახში ვარ, დედმამიშვილები რამდენი ხართო? აკაცმა ამოხედა, რავი ძამე აქამდე 6 ვიყავი და თუ გადავყლავი აიო, იმიქნებით ისევე 6-ი, თორე ერთმა მომჩავაჭირიო. აქამდე ვიყავი 6-იო, თუ გადავყლავი აიმჯერდი. მოგეს ლევან, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო მადლობა თქვენ. გამძლეობას გისურვებ, ენერგიას გისურვებ, იმიტომ რომ ძალიან ენერგიული ხარ, აბსოლუტურად ყველაფერი იცი. და ბევრი ესეთი საინტერესო ამბავი აღმოგიჩენია. ანუ რეალურად შენ ხარ თბილისის დამცველი, ანუ ესე ვთქვათ, რომ აი თბილისი მაინც დავიცვათ რაღაცნაირად რა. მიწევს ბატონოვანო, მიწევს. კი ხარ ეგით საკრებულოში. ამიტომ წარმატებებს გისურვებ. მადლობა. ხაბეიშვილი იყო ჩვენი მადლობა დიდი.